მოგესალმებით. როგორ იბერიფირება სასურსათო პროდუქცია საქართველოში და მაგალითად მოყვანილ ევროპის ქვეყნებში. საკითხის გაანალიზება შევეცდებით დავით პაპიაშვილთან, კრესტონ ჯორჯიას მართველი პარტნიორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით, მოგესალმებით. ძალიან სენსიტიურ თემაზე გვიწევს საუბარი. თითოეულ ჩვენგანისთვის ვართ მომხმარებლები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ყველასთვის, რომ ეს ფასები იყოს ხელმისაწვდომი, დაბალიც და ამას რა თქმა უნდა ვისურვებდით ყველანი. თუმცა მაინც საინტერესო არის კონტექსტი, რა კონტექსტშიც გვიწევს ამაზე საუბარი და რამდენად რეალურად არის შესაძლებელი მართლაც ამ ფასების ჩამოყანა. მინდა დაბეგვრის ნაწილზე ვისაუბროთ. მართალია ჩვენ გითხრას, რომ 86%-იანი ფასნამატში არ შედის არც დღგ და არც იმპორტის გადასახადი, თუმცა საბოლოოდ ჩვენთვის როგორც მომხმარებლისთვის საბოლოო ფასზე მაინც გავლენას ახდენს ეს გადასახადები და არა მარტო ეს გადასახადები. მოკლედ რა გადასახადებით იბეგრება საქართველოში სასურსათო პროდუქცია? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით, დავიწყებ იქიდან, რომ ბევრი ჩვენთაგანი ყოფილა ევროპის ქვეყნებში და მართლაც გვინახავს, რომ ბევრი პროდუქტი იქ არის იაფი. ეს საშუალოდ სასურსათო მაღაზიაში რომ შევდივართ, ანუ ყველა პროდუქტს არ ეხება, მაგრამ ძირითადი საკვები პროდუქტები არა მხოლოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, არამედ მათგან წარმოებული გარკვეული პირველადი მოხმარების პროდუქტები მართლაც არის იაფი და ზოგადად კითხვა, რომ აი რატომ არის ჩვენთან ეს ძვირი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური არის და ამაზე საუბარს ჩემი აზრით წინ არაფერი არ უდგას. უბრალოდ ბევრი მომენტია შეიძლება, რომელიც იწვევდეს ამ განსხვავებებს, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში ეს არის საერთოდ სხვა ეკონომიკები, სხვა კანონმდებლობა, სხვა წესები მოქმედებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს განსხვავება. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, რომ დღგ-ს გარეშე იქნა აღებული ეს ფასები, ეს მე მგონი დღეს გახდა ცნობილი თუ გუშინ, თუმცა პირველად განცხადებაში ეს არ იყო ნათქვამი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, აი ის კვლევა, რაც არის დადებული, ანუ ვერაფერზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ ეს კვლევა არ გამოქვეყნდება, ხო რომ? მართლად ეს უნდა იყოს საჯარო, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რაღაც ვიდეოს უკანა ფონზე რო რიცხვები გამოდის, ანუ ამ რიცხვების ანაბარად დავრჩეთ, ხო? ანუ ნამდვილად თუ დღგ-ს გარეშე ფასებზე არის საუბარი, თუ დღგ-ს ჩათვლით ფასებზეა საუბარი. ანუ ეს შედარება, ეს 97%-ით ძვირი როგორც და 37%-ით ძვირი, ეს დღგ-ს მოიცავს თუ არა ეს ფასები. თუ ეს ფასები დღგ-ს მოიცავს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დღგ, იმიტომ რომ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში იქ არის ძირითად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და მათგან მიღებულ პირველად ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქციაზე, როგორც არის პური, კარაქი, ზეთი და აი ესეთი რძის პროდუქტები, იქ არის ძალიან დაბალი დღგ, რომელიც შეიძლება იყოს 4%, შეიძლება იყოს 5%, შეიძლება იყოს 7%. ამიტომ ერთ-ერთი განსხვავება თუ დღგ-ზე და დღგ-იან ფასებს ვადარებთ, შეიძლება ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს იყოს. იცით, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნად ესე მარტივად არ არის მოწყობილი და შეიძლება სხვა მიზეზები იყოს კიდევ, რაც იწვევს აი განსხვავებებს და იქ არა მარტო ფასების პროცენტობაზე იყო საუბარი, აი წმინდა მოგების მარჟაზე, მარჟების შედარებაზე იყო საუბარი. იცით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი და ესეთ ნიშანდობლივი, რაც მე ძალიან ცუდად მოვხვდა ყურში, არის ის, რომ ქართული კომპანიების, საცალო ვაჭრობის კომპანიების წმინდა მოგების მარჟას udარებთ დასავლეთ ევროპის დიახ. შესადარისი არის დასავლეთ ევროპულ ქვეყანასთან შევადაროთ საქართველოში არსებული მოგების მარჟი, იმიტომ რომ განსხვავებული რისკიანობის ქვეყანაში ვართ, განსხვავებული საბანკო კრედიტების ქვეყანაში, ანუ როგორ ხდება ხოლმე რეალურად შედარება, რასთან უნდა ხდებოდეს? აი, მე გეტყვით, მე არა მარტო საგადასახადო დაბეგვრასთან მაქვს შეხება, არამედ ჩვენ გვაქვს შეხება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დოკუმენტაციის მომზადებასთან. როცა ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს შორის იდება გარიგება, ხდება კომპანიის მომგებიანობის მარჟის შეფასება და ეს არ არის რაღაც ველოსიპედის გამოგონება ნულიდან არ არის საჭირო, დადგენილი არის მეთოდოლოგია, აი ტრანსფერ პრაისინგის მეთოდოლოგია, ხო ვინც ჩვენი კოლეგები არიან, კარგად იციან რაზეა საუბარი, სადაც არის ტრანსფერ პრაისინგის ბაზები, სადაც ხდება აი ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზება, დავუშვათ წმინდა მოგების მარჟა, ხარჯებთან შეპირისპირება, შემოსავლებთან და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთი ესეთი პროექტი გქონია და ზოგადად შეიძლება ითქვას,
რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ანუ სხვადასხვა სექტორში, არა მარტო ვაჭრობაში, აი გადამზიდავი კომპანიები რო შევადაროთ აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ევროპაში, ხო? იგივე ვაჭრობა, იგივე მწარმოებლები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაცილებით უფრო დაბალია წმინდა მოგების მარჟის მაჩვენებელი, აი დიაპაზონი გამოყავს ხოლმე ამ ფინანსური მაჩვენებლების, ხო? თუ დაუშვათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენ რეგიონში შეიძლება იყოს 7-დან 12%-მდე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიძლება ეს წმინდა მოგების მარჟა მაჩვენებელი შეიძლება იყოს სიტყვაზე ვამბობ 3-დან 5%-მდე. ეს არის ზოგადი კანონზომიერება და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამიტომ თუნდაც აი ამ ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაციის მომზადებისას და აი ამ საბაზრო ურთიერთობების შეფასებისას სადაც ეს მეთოდოლოგია გამოიყენება, არ შეიძლება რომ ქართული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები შეუდარდეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყოველთვის, როცა კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლის შეფასება ხდება და წმინდა მოგების მარჟაზე ვსაუბრობთ, ხო? ვიღებთ ჩვენ რეგიონს, ვიღებთ აი მათ შორის ჩვენ მეზობელ ქვეყნებსაც და ნუ ყველაზე უკიდურესი შეიძლება ავიღოთ აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ზოგადად როგორც უკვე ვთქვი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არის გაცილებით დაბალი მარჟები, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ პროდუქცია იქ ძირითადად თუ იაფია, ხო? და ხელფასის ხარჯი თუ დიდია, ახლა ვიცით, რომ დასავლეთ ევროპაში მაღალი ხელფასებია, ხო? და საშემოსავლო გადასახადის დიდი, ანუ ხელფასის ხარჯს ხო, არა მარტო ხელზე გაცემული ხელფასი მიეკუთვნება, იქ ემატება საშემოსავლო, რომელიც შეიძლება 40% იყოს და 30, ემატება სოციალური გადასახადები და ანუ შინაარსითაც და ლოგიკითაც ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ესეც უნდა იყოს. და ამიტომ არანაირად არ შეიძლება ჩემი აზრით საქართველოს კომპანიის მომგებიანობის შეფასება არის, აი რაც თქვენ ახსენეთ სიტყვა, შესადარისი უნდა იყოს, ხო, ეს ობიექტები, რასაც ვადარებთ, ანუ არ შეიძლება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შევადაროთ. ხალხთა შორის აი ბატონო და ჩვენ დავთვალეთ BMG-მ, იმიტომ რომ ფინანსური ანგარიშგებები არის საჯარო და ჩვენმა ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა დათვალა და უმეტესი კომპანიების, რომლებიც ქსელები არიან და თითქმის 80% საჭარბობს მათი ბრუნვა, წმინდა მოგების მარჟა არის ძალიან დაბალი, 2.3%. ერთეულ ქსელებს, ასე ვთქვათ, აქვს მხოლოდ მაღალი მარჟა და ისიც მართლაც რამდენიმეს და როგორც მივხვდი, ალბათ ზუსტად არის ამოკრეფილი იმ ერთეული ქსელების და საშუალო მარჟასთან არის შედარებული. ხო, სამწუხაროდ ესეთი ციფრების ჩვენ ვნახოთ პირველ რიგში ეს კვლევა, რომ შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ რასთან გვაქვს საქმე. მოდით ვისაუბროთ იმაზეც, აი კონკრეტული პროდუქტები რომ ავიღოთ, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმეტესობა არის გათავისუფლებული, მაგალითად იგივე DGG-სგან, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები რომ ავიღოთ, აი მაგალითად ზეთი, მაგალითად კვერცხი, აი რა გადასახადებით იბეგრება, ვიდრე თქვათ ჩვენ ამ პროდუქტს შევიძენთ. დიახ, იცით, აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან არის ეს, რომ ძირითადად საქართველოში თავისუფლდება პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, DGG-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება და ამ პირველადი პროდუქტებისგან დაუშვათ აი როგორც ხილი და ბოსტნეული წარმოებული სხვა ფართო მოხმარების პროდუქტები, როგორც იყოს ზეთი, დაუშვათ კარაქი და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი DGG-ით დასაბეგრი გახლავთ. როდესაც ხდება საქართველოში, აი გადამუშავებული პროდუქტები რო არ იბეგრება, ესეთი შეიძლება იყოს სულ რამოდენიმე, ეს შეიძლება იყოს ხორცი, ფარში და დაუშვათ გატეხილი თხილის გული და ყველი. ოღონ ყველიც კი საქართველოში არსებულ ბაზარზე რა ყველიც არის, ისიც მეტწილად დასაბეგრია, გამომდინარე იქიდან, რომ 100%-ით ნატურალური რძისგან მიღებული ყველი არის განთავისუფლებული და საქართველოში არსებული ყველი ბევრი არ არის ესეთი, ანუ რო განთავისუფლება ეხებოდეს. ანუ ზოგადად რო ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტებს, მათგან წარმოებული პროდუქტების დიდი ნაწილის გაყიდვა DGG-ით იბეგრება, თუ ხდება ამ პროდუქციის შემოტანა იმპორტზე ასევე იხდიან DGG-ს და შემდგომში რეალიზაციის DGG-ს აკლდება, ну ჩავთვალოთ, რომ შემოტანის ეტაპის და მიწოდების ეტაპიც იბეგრება DGG-ით, ასევე თუ ხდება ამ პროდუქციის იმპორტი ისეთი ქვეყნიდან, ვისთანაც ჩვენ არა გვაქვს უბაჟო ვაჭრობა, ბევრი ესეთი პროდუქტი შეიძლება დაიბეგროს მათ შორის იმპორტის გადასახადითაც 12 და 5%. უბრალოდ ევროკავშირს თუ ვადარებთ ამას, ეს არ არის აქ მოსაყვანი გამომდინარე იქიდან, რომ წარმოშობილი პროდუქცია ევროკავშირში წარმოებული
აქ რო შემოვიტანოთ არ იბეგრება. ძირითადად ამ პროდუქციის დაბეგრვა ისეთი გადასახადებით, რომელიც ფასშია ისახება, ეს არის DGG და DGG-სგან ძირითადად თავისუფლდება საქართველოში პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და არა ის პროდუქცია, რომელიც ჩამოთვლილი იქნა დაუშვათ შოკოლადი, მაკარონი, ეს არის კარაქი თუ პური და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ შოკოლადის და მაკარონის სამწუხაროდ მწარმოებლები ჩვენ ეს არის მეორე საკითხი, რომ იცით რა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დისკუსია რო წამოვიწყოთ ჩვენს ქვეყანაში, ამაში მე საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ მე ვიცი დისტრიბუტორები, რომლებიც უჩივიან მათ შორის იმას, რომ ესეც უნდა ითქვას, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლა, მათთვის ბარიერია, რაღაცა გადასახადს ითხოვენ მარკეტები და ასე შემდეგ. ესეთი ჩივილები გვესმის. და ეს თემა რო წამოიწია ამ თემამ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ თვითონ ესე რა ვთქვათ, არგუმენტაცია, რომ ქართული კომპანიის მარჟა უნდა შეუდაროთ ფრანგულ კომპანიის მარჟას, სადაც არის გაცილებით დაბალი მარჟები, ეს არის არასწორი. ჩვენ საუბრობდით ასევე, ერთი მომენტი მინდა კიდევ წამოვწიო, არის სხვათა შორის საშუალება, რომ ჩვენ გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ამ მომგებიანობაზე, ყოველგვარი კვლევის და სიღრმეებში ჩასვლის გარეშე. ყოველ შემთხვევაში რაღაცა წარმოდგენის დონეზე ეს გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, ხო? მე ვერ მოვისმინე მაგალითად მსჯელობა ამ საკითხზე, რომ ჩვენ შევადაროთ საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი ევროკავშირში რა ღირს, ხო? თუ საუბრობთ, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი აქ ორჯერ ძვირი ღირს დაუშვათ, შეგვიძლია კითხვა დავუსვათ, რომ აქედან ექსპორტირებული საქონელი ევროკავშირში დაახლოებით რამდენჯერ ძვირი ღირს, ხო? ავიღოთ მაგალითად მინერალური წყალი, ხო? რამოდენიმე ესეთი წარმოებელი არის საქართველოში, ვინც ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომ იყიდება ეს ევროკავშირში და კიდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში. საექსპორტო ფასი რო ლარი და 20 იყოს ამ 1 ლიტრიანი დაუშვათ სასმელის, ხო? რა ეღირება ის ევროკავშირის ესე რომ ვთქვათ, დახლებზე, სუპერმარკეტებში. ჩემი ინფორმაციით ეს საშუალოდ შეიძლება ორჯერ კი არა სამჯერ ძვირიც იყოს, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და რა თქმა უნდა, ის ჩივილები თუ რამე არსებობს და ამაზე დისკუსია უნდა მოეწყოს და ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, მაგრამ ესეც უნდა შეფასდეს მათ შორის, რომ თუ ეხა იმპორტირებული საქონელი ღირს ორჯერ ძვირი, მაგრამ აქედან ექსპორტირებული საქონელი იქ სამჯერ ძვირი ღირს, ესე იგი შეიძლება ეს ბევრ რამეს ხსნიდეს, ხო? და მეორე მხრივ ეხა 37% უნდა იყოსო არის ფასდამატიო, იმაზეა საუბარი. რაღაცა ეხა ჩემთვის მაგალითად გასაკვირი არ არის, რომ შოკოლადი 37%-ით ძვირი ღირს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ შოკოლადის დიდი ნაწილი, რაც საქართველოში იყიდება და მაკარონის მათ შორის არის იმპორტული. ხო, ჩვენ შეგვიძლია ჩინეთიდან ჩამოვიტანოთ ეს მაკარონი, რომელიც გაცილებით იაფი ეღირება, მაგრამ რაღაცა მოხმარებლები გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ გარკვეული პროდუქციის წარმომავლობას, ხო? ეს ფაქტორიც მოქმედებს ჩემი აზრით გარკვეულწილად, რომ იტალიაში წარმოებული მაკარონი, რომელიც აქ იყიდება, ხო, საქართველოში იმაზე იაფი ვერ ეღირება და დაუშვათ მაკარონზე 97% შეიძლება თქვათ, რომ ბევრია, მაგრამ აი შოკოლადზე 37% შეიძლება არც თუ ისე ბევრი იყოს. DGG-ს არის და მე მგონი რაღაცა პროდუქტი უფრო ძვირი ღირს ხოლმე, რაღაცა უფრო იაფი, რითიც მე ამ ვაჭრობას აბალანსებენ ეს კომპანიები. ამაზე ძალიან რთული არის ჩემგან საუბარი, მე მომხმარებელი ვარ და მინდა რომ ყველაფერი ჩემთვის იაფი იყოს, თუმცა ალბათ ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიის დროს უნდა იყოს დაცული, მთავარია რომ იყოს დაცული თავისუფალი ბაზარი, კონკურენცია და ხელოვნური ჩარევები არ მოხდეს და ამას ვისურვებდით ალბათ ყველანი რომ კონკურენციით მოხდეს ფასების რეგულირება და არა ხელოვნურად და თავისმოხელვად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით სტუმრობისთვის, საინტერესო აქცენტებისთვის. მართლაც საინტერესოა გადავმოწმოთ რა ღირს მაგალითად ჩვენი მინერალური წყლები ევროპულ ბაზარზე და აუცილებლად პირველი კითხვა ეს უნდა დავსვათ. უნდა მოვიკითხოთ ეს მიმართულება. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი და მასთან ერთად საუბრობდით როგორ იბეგრება სურსათი საქართველოში და იმ დისკუსიაზე, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან აქტიურია.